დედა რამე ტკბილი გვინდა. ამ ფრაზით დაიწყო შოკოჰოლიკის თავგადასავალი. ეს ბიზნესი პანდემიის დროსაა დაბადებული. მაშინ როცა ბიზნესები ჩერდებოდა, იხურებოდა და კრიზის განიცდიდა. გამოუცდელი როცა ხა რისკიც მეტი გაქვს. ახლა ფიქრობს, რომ დაწყება კი არა, შენარჩუნება და განვითარებაა გაცილებით რთული. შოკოლადი იმდენად მიყვარს და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ცოტა ისე მოკრძალებით და ფაქიზად ვეპყრობი და ბევრს არ ვჭამ. 1-2 ბომბონი არასდროს არ მიჭამი. Რაღაც რომ უყვარს მერე მასზე დამოკიდებული ხდება. ასე გახდა თავის დროზე ჩაი, ყვავილები და შოკოლად დამოკიდებული. ნუგების კეთება დაიწყო და სახელწოდება შოკოჰოლიკიც მარტივად მოვიდა. ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება, რომ ერთმა შევძელი შოკოლადის კეთება, ასორტიმენტის შედგენა, ტექნიკის შეძენა, რეცეპტების მოძიება, დიზაინი და ლოგოს გაკეთებაც. ახლა რომ დამავალო, ვეღარც გავაკეთებ არა და ახსოვს როგორ დაგუგლა კომპიუტერში ფრაზა, როგორ გავაკეთო მარტივად ლოგო. შოკოჰოლიკის თავგადასავალს როგორ დაიწყებდი მეთქი ვკითხე და გაჩერდა. როგორ დავიწყებდი? დამეხმარე ცოტა. რამე ისეთი კარგი მომაფიქრე. შვილებისთვის დაიწყო, მათთვის კი ყოველთვის არჩევდა საუკეთესოს ხარისხიას, რაც შეიძლება ნაკლები კონსერვატებით. მისი შოკოლადებიც ამ პრინციპით მზადდება. პირველივე დღიდან იყო ის, რომ სხვისი შვილებისთვის არ შემეთავაზებინა ისეთი ტკბილეული, რასაც ჩემს შვილებს არ ვაჭმევდი. და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი შვილებისთვის ხარისხიანი პროდუქტი ამერჩია. და ეს იყო თავიდანვე, რომ ყოფილიყო შოკოჰოლიკის ტკბილეული დანამატების გარეშე, კონსერვანტების გარეშე და ვცდილობ, რომ ეს დიდხანს შევინარჩუნო. შვილებს რომ მოეწონათ, მეგობრებს გაასინჯა, მეგობრებს რომ მოეწონათ, უცხოებს, ობიექტური მოსაზრების მოსმენა მინდოდაო. როცა მისი ნუგები სოციალურ ქსელშიც გაიჭრა, პირველი შეკვეთა და ბიზნესის იდეაც გაჩნდა. მართალია ნუგის რეცეპტს 4 თვის განმავლობაში ხვესდა და საბოლოოდ იმ გემოზე დასვა, რაც დღეს აქვს. 3 წლის თავზე ძალიან პატარა საწარმო, უფრო დიდი გეგმები და ძალიან ბევრი კმაყოფილი და ერთგული შოკოლად დამოკიდებული მომხმარებელი, ანუ შოკოჰოლიკი ყავს. რამდენიმე რეცეპტზე ვიმუშავე, ეს არ არის მხოლოდ ერთი ვთქვათ კლასიკური ნუგის რეცეპტი, რამდენიმე რეცეპტის ერთობლიობა, ოღონდ მანამდე იყო ძალიან ბევრი სატესტო ვარიანტი. სულ 6 სახეობის ნუგა მაქვს, დიახ. ვარდის და სუბლიმირებული ჟოლოს ნუგა, თხილით, ნუშით, ნფსტით, ციტრუსის ნუგა, კლასიკური მიწის თხილის ნუგა, შოკოლადის ნუგა, ყავის ნუგა იყო ყველაზე ბოლო. ხარისხზე იმაზე მეც ფიქრობს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს. რაოდენობა ხარისხს გამიფუჭებს, ამბობს და ხშირად დიდ შეკვეთებზე ვარსაბობს. მომავლისთვის დებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და წელს შეიძლება საწარმოს გაფართოებასთან ერთად ბრენდული მაღაზიაც გახსნას. ჩემთვის შოკოჰოლიკი არ არის მარტო შემოსავლის წყარო. შოკოჰოლიკი მყავს როგორც მართლა მესამე შვილი. აი, ყველა მართლა შვილს რო რაღაცა გააჩენ, გაზრდი და იმას სულ თვალს ადევნებ და რაღაცა სულ ყოველთვის ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ისე, რომ რაც მე მინდა, ვთქვათ, აგეგმილი მაქვს, რომ ბრენდული მაღაზია გაიხსნას საწარმო დიდი, გავიდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ მომხდარა, აი ყოველთვის ვცდილობ, რომ ერთი და იგივე არ ვაკეთო, განვითარდე. სამსახურს 2 კარი და 3 ნაბიჯი აშორებს. იმავე ეზოში ძველი სამსახურებიც გამოადგა. სულსათის უნებლობის სამსახურის გამო რეგულაციების ცოდნა, კულინარულ ჟურნალში რედაქტორად მუშაობის გამო კი რეცეპტების სიმრავლე. როცა საწარმოში შევდივარ, ვიცვლებიო, აქ შვილებსაც არ უშვებს. ყველა მოძრაობა და ტემპერატურის ყველა აწევ-დაწევა უნდა აკონტროლო. თეთრ, შავ და რძია შოკოლადს სხვადასხვა ტემპერატურა აქვს. ამას დაფერვაც ემატება და ფორმის მიცემაც. ასე გახდა ნელ-ნელა დამოუკიდებელი და საქმიანი. იმდენად მაქსიმალისტია, რომ უკვე იცის, როგორი აუტანელი უფროსი იქნება. მე თვითონ ძალიან მომთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ და სხვების მიმართაც. უფროსი ვიქნები ძალიან ცუდი, აი ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მაქსიმალურს ვთხოვ საკუთარ თავს და სხვებისგანაც მაგას ვთხოვ. სულ უნდა და საკუთარი საქმე, ფინანსური დამოუკიდებლობა. მართალია ფულის თულა დიდად არ იცის და ამაში პროფესიით ბუღალტერი დაეხმარება, მაგრამ იცის, რომ შემოსავალი ბიზნესის განვითარებას უნდა მოახმაროს. ახსოვს ისიც, რომ პირველი ინვესტიცია ძალიან ცოტა იყო. სანამ ბრენდული მაღაზია ექნება, ონლაინ შეკვეთებთან ერთად უნდა და მაღაზიებში შეეტანა პროდუქცია, მაგრამ როგორც სხვა მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, ისიც შეეჯახა დიდი მარკეტების დამოკიდებულებას. კარი ყოველგვარი პირობების გარეშე მხოლოდ სმარტი სუპერმარკეტმა გაუღო. ვიყავი მოლაპარაკებაზე, გასინჯეს ეს პროდუქტი, მოკლედ ძალიან მოეწონათ. შეუმთავაზეს ძალიან მაღალი პროცენტი და ძალიან მაღალი თანხა, მინიმუმ 10,000 უნდა გქონდეს, რომ შეიტანო. ჩემნაირი ხა მიკრომეწარმისთვის სად უნდა გქონდეს იმას 10,000 და ერთ
თვეში გაივსო რუსული ნუგით. ერთი შეხედვით კი გავს ზღაპრულ საქმიანობას, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას. მუშაობის დროს დაღლა არ იცის, დაღლა მაშინ მოდის ყველა შეკვეთას რომ დაამზადებს და გააგზავნის და ეს ალღესასწაულო დღეებია. როგორც კი დადგა იანვარი, მე დავწექი და ვეღარ ავდექი. ოღონდ მართლა, ყველაფერს რომ დაამთავრებ და ყველა კორპორატიულს ჩააბარებ კარგად და იქიდან მოგდის ძალიან კარგი უკავშირი, რომ აი ძალიან მოეწონათ და ყველა კმაყოფილია. მე ეს ყველაფერი ცოტ-ცოტ და გროვდება და უკვე ყველაფერი რომ დამთავრდება და რომ უნდა დაისვენო, ამ დროს გრძნობ, რომ კი არ ისვენებ, აი მაგ დროს იღლები თუ იღლები. ახლა საღდგომო კვერცხების და კურდღლების დროა. აი შოკოლადის გულებს კი სეზონი არ აქვთ, ისე როგორც სიყვარულსო. სიახლეები უყვარს და ყველა სიახლე, ფორმა, ფერი, ტექსტურა თავიდან დაწყების ტოლფასია. ამიტომაც არ იქცა ეს საქმე რუტინად და არც მობეზრდა. სახლში შოკოლადი სულ არის. შვილები კი ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ დედას შოკოლადის სურნელი აქვს. ამ სახლიდან შოკოლადის სურნელი ყოველთვის გადის და შოკოლადი კი ბედნიერებასთან და დღესასწაულებთან ასოცირდება. აი მის არემარეს რომ მოიკითხო, პირდაპირ გეტყვიან, ვინ არის ქალი შოკოლადის სურნელით.